კარგი, გავაგზავნოთ. მოძრაობა წრეწირზე 275 ამოცანა. ჰორიზონტალურად მიმართული რა ძალით აწვევა 24 ტონა მასის ტრამვაი ვაგონი რელსებს, თუ იგი მოძრაობს 100 მეტრი რადიუსის მოსახვევში 18 კმ/სთ სიჩქარით. ეს პირველი კითხვაა და მეორე, რამდენჯერ შეიცვლება ეს ზალა, თუ მოძრაობის სიჩქარე ორჯერ გაიზრდება. რა არის მოცემული, მოდი დავწეროთ, მასა ტრამვაის არის 24 ტონა, ან 24 10-ის მესამე ხარისხად კილოგრამი. რადიუსი მოსახვევის არის 100 მეტრი. და ტრამვაი მოძრაობს V უდრის 18 კმ/სთ სიჩქარით. და რისი ტოლი არის დაწოლის ზალა. F-ით აღნიშნოთ, ეს იგი ეს ზალა, F პირველი, და როგორ შეიცვლება ეს ზალა, თუ სიჩქარე V პირველი გახდება 2V ტოლი. F მეორე უდრის კითხვის ნიშანს. აი მოდით აგიხსნით, ესე იგი აქ რა დაწოლაზე არის ლაპარაკი და როგორ არის მატარებლის და ტრამვაის ბორბალი მოწყობილი. მატარებელი და ტრამვაი მოძრაობენ რელსებზე, აი მე დავხეტავ ეს იგი კვეთას. აი წარმოვიდგინოთ, რომ ეს არის ზედაპირი, დედამიწის ზედაპირი არის. აქ არის თქვათ ერთი რელსი, აქ თქვათ მეორე რელსი. ეხლა როგორ არის ბორბალი მოწყობილი? აი შეხედეთ, მე დავხატავ ეს იგი ბორბალს. ეს იგი ბორბალის კვეთი არის დახატული რა, ეს იგი ეს არის ღერძი და აქ მეორე ბორბალი არის, ეს იგი ცოტა აქედან უნდა დამეწყო, ეს იგი აი ესე აი ნახეთ უფრო კარგად ჩანს. ესე იგი ნახეთ რა ხდება. აი აქ არის იმ წრეწირის ცენტრი, აი ეს ღერძი არის ბრუნვის ღერძი. ესე იგი ეს ამან უნდა მოუხვიოს რაღაცნაირად, აი ესეთი ბრუნვი უნდა გააკეთოს. აი ეს არის რადიუსი, რომელზედაც ის ბრუნავს. უხვევს უფრო სწორედ მატარებელი. ეხლა იმისათვის რომ აქეთ მოაბრუნოს, რაღაცა ძალა უნდა წარმოიშვა, რომელიც ცენტრისკენ იქნება მიმართული, იმიტომ რომ ამ მატარებელს ვაგონს უნდა ქონდეს ცენტრისკენული აჩქარება. ეხლა იგი როგორ წარმოიშვა ეს აჩქარება? აი ბორბლის აი ეს ნაწილი, აი ნახეთ გამობზეკილი რო არის, აწვება ამ რელს და რელსი პასუხობს დაწოლის ზალით. დაწოლის ზალაზე ეს იგი რელს ეს აწვება რაღაცა N ძალით, ეს პასუხობს ეს იგი F ძალით. ეს N ზალა და F ზალა ერთმანეთის ტოლი არის, როგორც ნიუტონის მესამე კანონის თანახმად. ეს არის ურთიერთქმედების ზალები. და სწორად რომ ეს ზალა ანიჭებს ცენტრისკენულ აჩქარებას. ეხლა რა თქმა უნდა მატარებელზე მოქმედებს სიმძიმის ზალა mg და დრეკადობის ზალა n პირველი, მაგრამ ეს ზალები აი ამ მოხვევაში მონაწილეობას არ ღებულობენ. ამ მიმართულებით, ვერტიკალური მიმართულებით, აი y ღერძის გასწვრივ, არანაირი აჩქარება არ აქვს სხეულს, ტრამვაის, ხოლო ამ მიმართულებით, აი ეს თუ x ღერძი ესე მიმართეთ, ცხადი ექნება ცენტრისკენული აჩქარება, ამიტომ მასშტაბი რაღაცა ზალა მოქმედებს ამ მიმართულებით. ეს იგი დავწეროთ ნიუტონის მეორე კანონი, mg პლუს n პირველი, ეს იყო საყრდენიდან, აი დედამიწის მხრიდან რეაქციის ზალა, პლუს f-ი უდრის m-ას. ეხლა ეს ვექტორული ტოლობა რო დავაგეგმილო x ღერძზე, mg და n-ი ამოვარდება და მივიღებ, რომ f-ი უდრის m-ას. აჩქარება აქ არის ცენტრისკენული აჩქარება. ამიტომ შეგვიძლია გამოვიყენოთ მისი ფორმულა v კვადრატი შეფარდებული რადიუსთან. ასე რომ ძალა რითაც
რომელიც ანიჭებს ცენტრისკენულ აჩქარებას, მოიცემა ფორმულით mv კვადრატი შეფარდებული რადიუსზე. ზუსტად ამ ძალის ტოლი არის, ესე იგი ის ძალა, რითაც თვითონ ბორბალი აწვება რელს. აი მაგას გვეკითხებოდნენ, ესე იგი ეს n უდრის f-ს, როგორც წაღამ თქვით და ფაქტობრივად თუ f-ს დავთვლით, ესე იგი ეს ნიშნავს, რომ n-იც ცნობილია ჩვენთვის. ნუ ეს f პირველი დავუნიშნოთ ეს ძალა. ნუ იმისათვის რომ გამოვთვალოთ, რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გადავიყვანოთ C სისტემაში, ნუ აი თქვა 18 კილომეტრი საათში, ეს არის 18 კილომეტრში 1000 მეტრი არის და საათში არის 3600 წუთი. ნუ ეს 0.020 იკვეცება, 18 და 36 გაიკვეცება და 2-ს მომცემს, ესე იგი აქა და ეს იქნება 10 გაყოფილი 2-ზე 5 მეტრი წამში. ასე რომ ეს f პირველი ძალა გამოვა, ნუ შევიტანოთ ახლა მასა 24 10-ის მესამე ხარისხად, v კვადრატი, ესე იგი ეს გამოვა 25, რადიუსი არის 100, ნუ 100 არის 10-ის მეორე ხარისხად. ეს კვადრატი და ეს სამიანი გაიკვეცება და ესე იგი გამოვა 25 გამრავლებული 240-ზე. აი ამდენი ნიუტონი ძალა გამოგვივა ჩვენ. ეხლა თუ სიჩქარეს ორჯერ გავზდით, მოდი დავწეროთ ფორმულა. f პირველი იყო mv კვადრატი r-ზე. f მეორე არის m ახალი სიჩქარე, v პირველი კვადრატ r-ზე. მაგრამ v პირველი ორჯერ ვესტოლია, ამიტომ m-ი 2v კვადრატში შეფარდებული რადიუსზე, ანდო ეს გამოვა 4mv კვადრატი შეფარდებული r-ზე. ნუ ეს ხედავთ, რომ არის ის ძველი ძალა. ასე რომ f2 არის 4-ჯერ f1-ის ტოლი, ამიტომაც n2 იქნება 4-ჯერ n პირველის ტოლი. ნუ უბრალოდ აი ეს 4-ჯერ n-ის ტოლი. ეს იყო 275 ამოცანა. 276 ამოცანა. 2 ტონა მასის ავტომობილი 40 მეტრი რადიუსის 60 კილ ხიდზე 36 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობს. რა ძალით აწვება ავტომობილი ხიდის შუა ადგილს? ნუ ჩავწეროთ ისევ მოცემულობა. m-ი არის 2 ტონა, ან 2 10-ის მესამე ხარისხად კილოგრამი. რადიუსი, ამოზნექილობის რადიუსი არის 40 მეტრი. ხოლო სიჩქარე, რითაც მოუძრაობს ავტომობილი არის 36 კმ/სთ. რა ძალით აწვებაო? ნუ ნიადაგს აყრდენს ავტომობილი. ნუ ეს მოდი m პირველი დავუნიშნოთ. ნუ სურათი რო დავხატოთ, აი ესეთი ამოზნექილი გზა არის. ესე იგი, აი აქ მოძრაობს ავტომობილი. და მოდით ნახოთ რა ძალები მოქმედებენ ავტომობილზე. მოქმედებს სიმძიმის ძალა, რომელიც ვერტიკალურად ხევით არის მიმართული. მოქმედებს, ესე იგი, ეს აწვება რაღაცა ძალით, ესე იგი, ამ საყრდენს ხიდს და ეს იქნება საპასუხო ძალა n-ი და ამ n-ის ტოლი ძალა არის ის, რითაც თვითონ ავტომობილი აწვებოდა ხიდს. ესე იგი, n-ი და n1 ეს არის ქმედება, უკუქმედების ძალები ნიუტონის მესამე კანონის თანახმად, რაც ვიცით ხოლმე. ამიტომ დავწეროთ ახლა ნიუტონის მეორე კანონი. mg ვექტორს პლუს n-ი უდრის m-ას. ნუ სხვა ძალა ავტომობილზე არ მოქმედებს. ნუ აქ ხახუნის არ ვღებულობთ ხედელობაში. დავაგეგმილოთ ეს აი ქვევით მიმართულ ღერძზე, x-ი ქვევით მიმართოთ, გვექნება mg minus n-ი უდრის m-a ცენტრისკენული. აქედან n-ი გამოგვივა m-ჟ-ს minus m-a ცენტრისკენული. ან და m-ი შეგვიძლია გავიტანოთ ჟ-ს minus a ცენტრისკენული. ანუ საბოლოო პასუხი იქნება n-ი m-ჟ-ს გამოკლებული v კვადრატი შეფარდებული რადიუსთან.
აი ესეთი იქნება პასუხი, რიცხვებით თქვენთან გამოთვალეთ. 277 ამოცანა. 50 კილოგრამი მასის ბიჭი ქანაობს საქანელაზე, რომლის საკიდლის სიგრძე არის 4 მეტრი. ესე იგი, ელი არის 4 მეტრი. რა ძალით აწვება იგი სკამს საშუალო მდგომარეობაში 6 მეტრ წამის სიჩქარით გავლისას. ესე იგი, სიჩქარე არის 6 მეტრ წამი იმ შუალედურ მდგომარეობაში, ხოლო მასა ამ ბიჭის არის 50 კილოგრამი. დავხატოთ, ესე იგი, ეს არის თქვა საქანელა, აი აქ არის დაბმული, ესე იგი, ეს საქანელა, ეს აი აქ არის, ესე იგი, ესე დავხატოთ. აი ეს საქანელაზე ზის, ესე იგი, ეს ბიჭი და ქანაობს. შუალედურ მდგომარეობაში იქნება ესეთი სურათი, აი აქ ცენტრში რომ მოვა. მოდი დავხატოთ რა ძალები მოქმედებენ ამ ბიჭზე. მოქმედებს სიმძიმის ძალა mg, მოქმედებს რაღაცა ძალით აწვება აი ამ თავის საყრდენს, სკამს რაზედაც ზის, ის პასუხობს n ძალით. და რადგან ეს ასრულებს წრიულ მოძრაობას, აი რაღაც ესეთი უბანი აქვს, ესე იგი წრიული უბანი, რომლის ცენტრი აქ არის, აი ეს არის ელი თოკის სიგრძე და ის ემთხვევა რადიუსს. აი ამ წრეწირის რადიუსს. ამიტომ მას ექნება ცენტრისკენული აჩქარება ზევით მიმართული. აი ზევით იქნება მიმართული. მოდით x ღერძით ზევით მიმართოთ და ჯერ დავწეროთ ნიუტონის მეორე კანონი და მერე დავაგეგმილოთ. ესე იგი mg ვექტორს პლუს n ვექტორი უდრის ma ცენტრისკენულს. ხო, ეხლა დავაგეგმილოთ ეს x ღერძზე, გვექნება n-ს მინუს mg უდრის ma ცენტრისკენულს. აქედან n-ი იქნება m g პლუს a ცენტრისკენული. ცენტრისკენული აჩქარების ფორმულა ვიცით, ეს არის v კვადრატი შეფარდებული რადიუსთან. ამ გამოსახულებაში ყველაფერი ვიცით და შეგვიძლია ვიპოვოთ, ესე იგი, რა ძალითაც აწვება ეს ბიჭი საყრდენს. რიცხვები თქვენთო გამოთვალეთ. ხო, აქ პრინციპში არაფრის გადაყვანა მე მგონი არ გვჭირდება აქ, არა? ხო. 278 ამოცანა. 1 მეტრი სიგრძის ღეროს ბოლოზე დამაგრებულია 0,4 კილოგრამი მასის ტვირთი. ესე იგი, ელი უდრის 1 მეტრს, მასა უდრის 0,4 კილოგრამს. ეს ღერო ბრუნავს ვერტიკალურ სიმტყეში, მუდმივი კუთხური სიჩქარით. რა ძალით მოქმედებს ტვირთი ღეროზე, ტრაექტორიის ქვედა და ზედა წერტილებში? თუ ბრუნვის სიხშირეებია, n პირველი არის 0,4 წამ მინუს 1, n2 არის 0,5 წამი მინუს 1 და n3 არის 1 წამ მინუს 1. რა ძალით მოქმედებს ტვირთი ღეროზე? აი, დავხატოთ, ესე იგი თქვათ, ეს არის ღერო, როდესაც აი ეს არის ტვირთი, არის z დამაგრებული, ეს არის ტვირთი, ამის მასაა მოცემული და ეს ბრუნავს, ესე იგი, აი ესეთ ვერტიკალურ სიბრტყეში. ზედა მდგომარეობაში ესე იქნება, ეხლა ქვედა მდგომარეობაში რო დავხატო, იქნება, აი ეს არის ცენტრი, ბრუნვის ცენტრი, ეს ღერო არის და ესე იგი ეს რაღაცა ტვირთია დამაგრებული. m-ი არის მისი მასა. მოდით ჯერ ზედა მდგომარეობაში განვიხილოთ. ესე იგი, ამ ტვირთზე მოქმედებს სიმძიმის ძალა ჯერ mg და მოქმედებს ეს ღერო, ტვირთი აწვება ღეროს, ღერო პასუხობს რაღაცა n, მოდი დავურქოთ პირველი ძალით. ეხლა ცხადია, იგივე ძალით ეს ტვირთი მოქმედებს ღეროზე. ნიუტონის მესამე კანონის თანახმად, აი რაღაცა n პირველი შტრიხი. ეხლა
მოდით მე გადავიდეთ ქვედა მდგომარეობაზე. დავწეროთ ესე იგი ტვირთზე მოქმედი ძალების ტოლქმედი, ეს არის mg ვექტორს პლუს n1 ვექტორი უდრის m100-ს. ნუ დავაგეგმილოთ ეს აი ამ x ღერძზე, ცენტრისკენ ავიღოთ, რომ აჩქარებაში რომ არ დაგჭირდეს წინ მინუსის დაწერა. მექნება mg minus n1 უდრის m, ნუ ცენტრისკენული mv კვადრატი შეფარდებული რადიუსთან. ნუ რადიუსი აქ ცხადია ამ ღეროს სიგრძის ტოლი არის. ასე რომ n პირველი ტოლი გამოვა mg-ს minus v კვადრატი შეფარდებული r-ზე. ხო, ნუ აქ ჯობია გამოვიყენოთ მეორე ფორმულა, იმიტომ რომ აქ ბრუნვის სიხშირეა მოცემული, ამიტომ ცენტრისკენული აჩქარებისთვის მე კი დავწერე a ცენტრისკენული არის v კვადრატი შეფარდებული r-ზე, მაგრამ ანალოგიურად შემელო ომეგა კვადრატ r-ი დამეწერა. ამდა ეს რაც იგივეა 2πn კვადრატში გამრავლებული r-ზე. ასე რომ საბოლოოდ სამუშაოდ გქონდეს ესეთი ფორმულა mg minus 4π კვადრატი n კვადრატი გამრავლებული r-ზე. აი ესეთი ფორმულით უნდა ვისარგებლოთ გამოთვლების დროს. ხო, ნუ მოდით აბა გამოვთვალოთ ესე იგი ეს რა რიცხვს მივიღებთ. ესე იგი პირველ შემთხვევაში მოდით ესე ვთქვათ, g ვიცით რომ 10 ტოლი არის. მოდით ხო, ნუ n პირველი. ეს იმ შემთხვევაში თუ n პირველს შევიტანთ აქ ბრუნვის სიხშირეს, მასა არის ესე იგი 0,4 კილოგრამი, g არის 10 minus 4, p არის 3.14 კვადრატში, 0,4 კვადრატში, ესე იგი n პირველი კვადრატი არის 0.16, რადიუსი არის 1. ნუ მოდით ეს დაახლოებით გამოვთვალოთ, ესე იგი ნუ ეს თქვა დაახლოებით 3.14 კვადრატში ესე იგი p-ის კვადრატი, ნუ 9-ზე მეტი არის ეგა. ესე იგი 4x9 ეგ იქნება 36, უხეშად ვანგარიშობ. გამრავლებული 0.16-ზე. ნუ 36 თუ 0.16-ზე გავამრავლეთ, ცხადია რომ მივიღებთ რიცხვს, რომელიც ესე იგი 10-ზე ნაკლები იქნება. ამიტომ ეს n1 დადებითი გამოგვივა. ნუ რიცხვი თვითონ გამოთვალეთ, ესე იგი ეხლა თუ n-ის მაგივრად 0.5-ს ავიღებთ, ესე იგი იგივე გამოვა, ესე იგი 0.5 კვადრატში ეს იქნება 0.25, ეს მეოთხედი იქნება და 3 ეს ისე ვთქვათ 4x9 36. მე ვგულისხმობ რომ ახლა ვანგარიშობ, ვთქვათ n2 არის 0.5 წამი მინუს 1 ხარისხად, ხო? ესე იგი მაშინ 0.25, ნუ ეს ისევ დადებითი გამოგვივა. ეხლა თუ n-ი შევიტანეთ 1-ის ტოლი, ძალიან ძლიერი ძალიან სწრაფად ვაბრუნეთ, შედარებით სწრაფად ვაბრუნეთ. მაშინ ესე იგი აი ეს სიდიდე ერთად იქცევა და 4x9 36, ეს ნიშანს შეიცვლის, ესე იგი n-ი. ეს უბრალოდ ნიშნავს იმას, რომ ეს ძალიან სწრაფად თუ ვაბრუნებთ ამ ბურთს, იმას ამ ღეროს, ღერო ასეთ ზედა წერტილში კი არ დააწვება, ტვირთი ბოდიში კი არ დააწვება ამ ღეროს, არამედ პირიქით გაჭიმავს, ასე რომ ეს n1 შეიცვლის მიმართულებას და ქვევით იქნება მიმართული. აი ამის თქვა მინდოდა. ო, ეხლა ქვედა მდგომარეობაში რა სიტუაცია გვაქვს? მოქმედებს სიმძიმის ძალა mg და ესე იგი ქვედა მდგომარეობაში ეს ალბათ ესე იგი ჭიმავს იმას რა ქვია ამ ღეროს. ამიტომ რადგან ჭიმავს, ეს რეაქციის ზალა ზევით იქნება მიმართული n2. ამიტომ ეხლა ნიუტონის მეორე კანონი დაიწერება ესეთნაირად mg plus n2 უდრის m-a ცენტრისკენულს. დავაგეგმილოთ ეხლა ეს ვექტორული კანტოლება x ღერძზე, ეხლა x-ი ქვევიდან ზევით მიმართოთ, მექნება n2 minus
mg უდრის ma ცენტრისკენ ნულს და n2 ტოლი გამოვა mg plus a ცენტრისკენ ნული. ანუ mg plus ომეგა კვადრატ r. ეხლა ნახეთ რა შეასაქმე. თქვენ აქ რაც არ უნდა n-ი შეიტანოთ, n2 არავითარ შემთხვევაში მიმართულებას არ შეიცვლის, იმიტომ რომ თუ როცა ქვედა მდგომარეობაში არის ღერო და ეს ტვირთი, ხო? ის ვერცად შემთხვევაში მაგას ვერ დააწვება, ამიტომ n2-ის მიმართულება ქვევით ვერ იქნება მიმართული. განსხვავებით წინა შემთხვევისგან, როდესაც ტვირთი ღეროს ზევით არის, ორი ვარიანტი არის შესაძლებელი. შესაძლებელია, რომ ეს ტვირთი აწვებოდეს ამ ღეროს, მაშინ რეაქციის ძალა, რომელიც ტვირთზე მოქმედებს, ზევით იქნება მიმართული, მაგრამ თუ იმდენად სწრაფად დავატრიალეთ, რომ კი აღარ აწვება ეს ტვირთი ამ ღეროს, არამედ პირიქით ჭიმავს, მაშინ n1-მა შეიძლება შეიცვალოს მიმართულება. აი ეს ამისთვის იყო მოცემული ეს სამი ვარიანტი n1, n2, n3, რომ ეს მომენტები ხედველობაში მივიღო. კარგით, ახლა 279. 279 ამოცანა. მოციგურავე მოძრაობს 10 მეტრ-წამის სიჩქარით. ესე იგი V არის 10 მეტრ-წამის სიჩქარე. 30 რადიუსის წრეწირზე. რადიუსი არის 30 მეტრი. ჰორიზონტისადმი რა კუთხით უნდა დაიხაროს იგი წონასწორობის შესანარჩუნებლად. ესე იგი ალფა არის კითხვის ნიშანი. აი ნახეთ, ახლა დავხატოთ ეს სურათი. თქვათ ეს არის ის ყინულის ზედაპირი, სწორი ზედაპირია, რომელზედაც მოციგურავე სრიალებს. აი წარმოვიდგინოთ ჩვენ ესე იგი ეგეთი რაღაცა, რომ აი ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ ჯერ დავაყენეთ ეს მოციგურავე ვერტიკალურად. ნუ რა ძალები მოქმედებენ? მოქმედებს სიმძიმის ძალა mg, მოქმედებს რეაქციის ძალა, იმიტომ რომ ეს აწვებას აყდენს და ეს პასუხობს რაღაცნაირად და მოქმედებს ხახუნის ზალა. ეხლა სიტუაცია ისეთი არის, რომ ჩვენ რო განვიხილოთ მაგალითად სიმძიმის ცენტრი აი ამ მოციგურავის, ხო? ესე იგი სიმძიმის ზალა და რეაქციის ზალას საბრუნებრივი მომენტი არ აქვს, ბრუნვის მომენტი. ბრუნვის მომენტი m არის ძალის ნამრავლი მხარზე, მაგრამ ხახუნის ზალას აქვს ბრუნვის მომენტი, ამიტომ ეს ყველა ვარიანტში ამოყირავდება. იმისათვის რომ ეს არ ამოყირავდეს, აუცილებელია ის დაიხაროს. აი, ეხლა თან როგორ უნდა დაიხაროს? ესე იგი ამ იმაზე მოქმედებს სიმძიმის ზალა, ესე იგი mg, მოქმედებს ხახუნის ზალა, f ხახუნი და მოქმედებს რეაქციის ზალა. აი მთავარია რომ ხახუნის ზალის და რეაქციის ზალის ჯამი, აი ამათი ჯამი, ესეც სიმძიმის ცენტრში უნდა გადიოდეს. აი ესე. ამ შემთხვევაში ის არ გადაყირავდება. ნუ კარგით, ესე იგი დავწეროთ ნიუტონის მეორე კანონი, mg ვექტორს პლუს n ვექტორი პლუს f ხახუნი უდრის m-ას. დავაგეგმილოთ ეს ორ ღერძზე, ესე იგი თქვათ, ერთი იყოს x ღერძი და მეორე იყოს თქვათ y ღერძი. ხოლო x ღერძზე თუ ვაგეგმილებთ, გამომივა ფორმულა, რომ f ხახუნის არის m-a ცენტრისკენული. ხოლო y ღერძზე თუ დავაგეგმილებ, y ღერძზე მექნება ესე იგი n-ს მინუს mg, უпростоრად ესე y ღერძზე ვაგეგმილებ. n-ს მინუს mg უდრის 0-ს. ესე იგი n-ი იქნება mg-ს ტოლი. ხოლო ხახუნის ზალა, ნუ თავის მხრივ ხახუნის ზალა არის ესე იგი ნუ μn-ი, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს იმდენად არ გვჭირდება. ნახეთ, აი ეს კუთხე იქნება აი ამის, თქვა ტანგენს ამ კუთხისა არის აი ამ მოპირდაპირე კათეტის მიმდებარე კათეტთან შეფარდება. დავწეროთ ტანგენს ალფა, ეს არის მოპირდაპირე კათეტი, ეს იგივე არის რაც n-ი, ანუ ამ შემთხვევაში mg
შეფარდებული მიმდებარე კათედთან. მიმდებარე კათედი არის ხახუნის ზალა, ესე იგი F ხახუნი და ხახუნის ზალა ტოლი არის M A ცენტრისკენულის. ამიტომ გამომივა MG შეფარდებული M A ცენტრისკენულზე. M-ები გაიკვეცება და ტანგენს ალფასთვის მივიღებთ G გაყოფილი V კვადრატი შეფარდებული ერთზე ის არის ზევითავა. აი ესეთი იქნება ეს დახრილობის კუთხე, რომ მოციგურავე არ გასრიალდეს. არ ამოყირავდეს უბრალოდ. 240 ამოცანა. ველორბოლის ბილიქს აქვს 40 მეტრი რადიუსის მოსახვევი. ეს იგი რადიუსი არის 40 მეტრი. ამ მონაკვეთზე ბილიკი დახრილია ჰორიზონტისადმი 40 გრადუსიანი კუთხით. ეს იგი ალფა არის 40 გრადუსი. რა სიჩქარისთვისაა გათვლილი ასეთი დახრა? აი V არის კითხვის ნიშანი. მაშინ ნახეთ რაზეა ლაპარაკი. თქვენ გინახავთ ალბათ ველოტრეკი და ველოტრეკი აი ესეთი ფორმის არის, ნახეთ რაღაცა ჯერ შუაში არის ჰორიზონტალური ზედაპირი და მერე აქვს ესე იგი დახრილი ზედაპირი. აი აქ დგას ველოსიპედისტი, აი ამაზე მე უკრიდან დავხატე ესე იგი ეს თქვა მისი ბორბალი არის. ესე იგი ნუ მასზე აი ეს დახრილობა აი ეს არის ალფა. საქმე რაში არის? იცით რომ ველოსიპედისტები იმდენად ძლიერ დიდ სიჩქარეს ავითარებენ, რომ ხახუნის ზალა ვერ ქმნის აი ამ ცენტრისკენულ აჩქარებას. იმიტომ რომ ცენტრისკენული აჩქარება, როგორც ვიცით, არის V კვადრატი შეფარდებული რადიუსზე. თუ V ძალიან დიდი არის, ესე იგი ცხადია ცენტრისკენული აჩქარება ძალიან დიდი იქნება. ხახუნის ზალა მაქსიმუმ შეიძლება შექმნას აჩქარება, ნუ ესა არა შეიძლება რაღაცა გარკვეული აჩქარება შექმნას, რომელიც ხახუნის კოეფიციენტზე არის დამოკიდებული. ხშირად ეგ არ არის საკმარისი. განსაკუთრებულად მაშინ, როდესაც დიდი სიჩქარეებით მოძრაობს ველოსიპედისტი. ამიტომ აქ რა ხდება, ესე იგი ხდება ეგეთი რაღაცა, რომ მოქმედებს სიმძიმის ზალა MG და მოქმედებს აი ეს რეაქციის ზალა N. და აი ზუსტად რომ მათი ტოლქმედი ქმნის MG-ს და N-ის ტოლქმედი ქმნის ესე იგი აი ამ ცენტრისკენულ ძალას. უпростоოდ მათი ტოლქმედი უდრის MA ცენტრისკენული სტოლი და ეს ასე ჰორიზონტალურად არის მიმართული. მასშტაბი ეხლა რომ შევადაროთ ეს ძალთა სამკუთხედი და ეს სამკუთხედი, ნუ თქვათ ეს კუთხე არა, ეს გვერდი MG ჰორიზონტის პერპენდიკულარულია, ხოლო ეს კი ამ დახრილი სიბრტყის პერპენდიკულარულია. ამიტომ ეს თუ ალფა არის, აი ეგეთივე ალფა აგერ არის. აი ეს არის ალფა, ნუ ან რაც იგივე არის, აი ეს არის ალფა. რაც შეეხება აი ამას, ეს არის F-ი არის MA ცენტრისკენული სტოლი. MA ცენტრისკენული სტოლი. იმიტომ რომ ეგ არის F-ი ვექტორულად, ეგ არის MG-s plus N-ის ჯამი. ეს არ არის ცალკე ძალა. ეს არის MG და N-ის ძალების ჯამი. და ნიუტონის მეორე კანონისთან ხმად ის უდრის MA ცენტრისკენულს. ამიტომაც დავწერე მე თავიდანვე რომ F-ი ეს ტოლქმედი ძალა სიდიდით უდრის MA ცენტრისკენულს, ხო? ნუ აქ შეიძლება თქვათ, ნუ ცენტრისკენული აჩქარების ფორმულა ვიცით როგორი არის და ნუ ახლა აქ შეგვიძლია დავწეროთ ეგეთი რაღაცა, რომ აი ამ კუთხის ტანგენსი, აი ტანგენს 40 გრადუსისა. ეს არის აი ეს ამ ვექტორი შეფარდება მიმდებარე კათედთან. ეს იყო MA ცენტრისკენული, მიმდებარე კათედი არის MG. ესენი გაიკვეცება და გვექნება V კვადრატი RG-ზე. აქედან შეგვიძლია დავადგინოთ ის სიჩქარე, რისთვისაც არის გათვლილი ეს ველოტრეკი. ესე იგი, V კვადრატი იქნება R გამრავლებული G-ზე და ტანგენს, ნუ ალფა, მაგრამ ნუ ალფა ამ შემთხვევაში 40 გრადუსია. ახლა ეგ რიცხვები რო შევიტანოთ, V იქნება კვადრატული ფესვი,
R, G, ტანგენს ალფა. ნუ ახლა ეს დანარჩენი უკვე რიცხვები შეგიძლიათ აქ შეიტანოთ და ტანგენს 40 გრადუსზე შეგიძლიათ ცხრილში ნახოთ რამდენი არის. ხო, ახლა 291 ამოცანა. რა მაქსიმალური სიჩქარით შეუძლია იმოძრაოს მოტოციკლისტმა ჰორიზონტალურ სიბრტყეზე, თუ იგი შემოწერს R უდრის 100 მეტრი რადიუსის რკალს. რეზინასა და ნიადაგს შორის ხახუნის კოეფიციენტი არის 0,4. μ არის 0,4. ვერტიკალური მდგომარეობიდან რა კუთხით დაიხრება იგი ამ დროს? ალფა არის კითხვის ნიშანი. ნუ აქაც ანალოგიური სიტუაცია არის, ეს მოტოციკლისტი უნდა დავხაროთ იმისათვის რომ თქვათ აი ესე იგი ეს სიმძიმის ზალა აგერ არის, რეაქციის ზალა ესე არის და კიდე მოქმედებს ხახუნის ზალა. F ხახუნის. ხო, მოდი გავაგზავნოთ 291 ამოცანა. მოდი ხელმეორე დავხატავ სურათს, რომ კარგად გავიგოთ ეს იგი ეს. აი წარმოვიდგინოთ მოტოციკლისტი არის დახრილი და ვნახოთ აი ზედაპირისადმი დახრილი და ვნახოთ რა ძალები მოქმედებენ მასზე. პირველ რიგში მოქმედებს სიმძიმის ზალა, როგორც თქვით, MG, მოქმედებს ზედაპირის რეაქციის ზალა N და მოქმედებს ხახუნის ზალა F ხახუნი. დავწეროთ ნიუტონის მეორე კანონი. MG ვექტორს პლუს N ვექტორი პლუს F ხახუნი უდრის M-ას. დავაგეგმილოთ ეს ჰორიზონტალური მიმართულებით, აი ამ მიმართულებით. ამ მიმართულებით MG და N ამოვარდება და გვექნება, რომ ხახუნის ზალა უდრის MA ცენტრისკენ ულს. მეორე მხრივ ხახუნის ზალა მოიცემა ფორმულით μN. ეხლა N შეგვიძლია ვიპოვოთ აი ამ ვექტორულ გამტოლებას თუ დავაგეგმილებთ ვერტიკალურ ღერძზე, Y ღერძზე. და Y ღერძზე დაგეგმილებისას მივიღებთ N-ს მინუს MG უდრის 0-ს, იმიტომ რომ ვერტიკალური მიმართულებით აჩქარება მოტოციკლის არ გააჩნია. ასე რომ N უდრის MG-ს. ეხლა თუ აქ შევიტანთ M ხახუნის ზალას აი ამ ზედა ფორმულაში, ნიუტონის მეორე კანონის ფორმულაში, გვექნება μmg უდრის mv კვადრატი შეფარდებული r-ზე. ნუ მასები გაიკვეცება და აქედან შეგვიძლია დავადგინოთ რა სიჩქარით შეუძლია მას მოძრაობა. ეს გამოვა μ g r v კვადრატი და v იქნება კვადრატული ფესვი μ g r-დან. ესე იგი, აი ეს არის ის სიჩქარე, რომლითაც შეუძლია მან იმოძრაოს, ესე იგი, მრუდ წირზე, ესე იგი, თქვა, აი ესეთნაირად იქნება ტრაექტორია, თქვა, ესეთი ტრაექტორია იქნება, ნუ ჰორიზონტალური გზაზე ხდება ეს მოძრაობა, ხო? ხო და ეხლა რაც შეეხება დახრას, რა საჭირო არის დახრა? დახრა იმიტომ არის საჭირო, რომ n ძალის და mg ძალის ჯამური ძალა, ამათი ტოლქმედი ძალა, ისიც უნდა გადიოდეს სიმძიმის ცენტრში. იმიტომ რომ წინამძღოლ შემთხვევაში ეს ველოსიპედისტი ამოყირავდება, მოტოციკლეტისტი ამოყირავდება. ამიტომ ჩვენ შეგვიძლია დავწეროთ ამ კუთხის ტანგენსი, რისი ტოლი არის. ტანგენს ალფა, ეს არის მოპირდაპირე კათეტი, ეს არის n შეფარდებული მიმდებარე კათეტთან. მიმდებარე კათეტი იყო ისა რა ქვია, M-ა ცენტრისკენული, ან ხახუნის ზალა ეს იგივეა. მეორე მხრივ n არის, უпростоრად n ხახუნის ზალა კი არის μn. n-ები გაიკვეცება და ეს გამოვა 1 შეფარდებული μ-სთან. ასე რომ ტანგენს ალფა იქნება 1 გაყოფილი μ-ზე. აი ესეთი კუთხით უნდა დაიხაროს, რომ არ გადაყირავდეს ველოსიპედისტი. ეხლა 292 ამოცანა. ელი არის 60 სანტიმეტრი სიგრძის ძაბზე დაკიდებული
დაკიდებული ტვირთი მოძრაობს თანაბრად და ჰორიზონტალურ სიბრტყეში შემოწერს წრეწირს. რა ვესიჩქარით მოძრაობს ტვირთი თუ მისი მოძრაობისას კუთხე ალფა ძაბსა და ვერტიკალს შორის უცვლელია და უდრის 30 გრადუსს. ჩავწეროთ რეებია მოცემული. ალფა არის 30 გრადუსი და თან ვიცით რომ მუდმივი სიჩქარით ბრუნავს. ესე იგი აი დავხატოთ ახლა ეს სურათი. აი წარმოვიდგინოთ რომ აი ეს არის საკიდი, აქ გვაქვს ძაფი, აი ბურთით და ეს ძაფი გამოვიყვანეთ ეს წონასწორობის მდგომარეობიდან და მოძრაობს ჰორიზონტალურ სიბრტყეში. ესე იგი ნახეთ, აი ესეთ წრეწირზე ბრუნავს, ესე იგი ეს ბურთი. ჯერ აქ არის, მერე აქ არის, მერე აქ არის, მერე აქ არის და ასე შემდეგ. ესე იგი მუდმივი სიჩქარით ბრუნავს. მოდით ვნახოთ რა ძალები მოქმედებენ ამ ბურთზე. მოქმედებს სიმძიმის ძალა mg, მოქმედებს ძაფის დაჭიმულობის ძალა t და მათი ტოლქმედი ისეთი უნდა იყოს, რომ ბურთს კონდეს ცენტრისკენული აჩქარება, აი ზუსტად ამ წრეწირის ცენტრისკენ მიმართული. დავწერეთ ნიუტონის მეორე კანონი. mg plus t უდრის ma ცენტრისკენულს. დავაგეგმილოთ x ღერძზე, აი აქეთ იყოს x ღერძი და ეს ვერტიკალურად ზევით იყოს y ღერძი. აი x ღერძზე თუ დავაგეგმილებთ, mg-ს არ აქვს დგენელი. გვექნება tx-ი არის ma ცენტრისკენული. ხოლო ty-ი minus mg, ახლა y-ზე თუ დავაგეგმილებთ, minus mg უდრის 0-ს, იმიტომ რომ ამ ვერტიკალური მიმართულებით არ აქვს აჩქარება. ესე იგი ty-ი ვიცით რომ არის mg სტოლი. ხო, ახლა თუ ეს კუთხე ალფა არის, ნახეთ, ესე იგი აი ეს კუთხე იყო ალფა. ეგეთივე კუთხე არის ამ ძალთა სამკუთხედში, აი ეს არის ალფა. ამიტომ ჩვენ შეგვიძლია თვითონ ეს t აი ამ სამკუთხედიდანაც ვიპოვოთ. ამ სამკუთხედიდანაც შეგვიძლია ვიპოვოთ. გნებავთ ამ კათეტის მეშვეობით, გნებავთ ამ კათეტის მეშვეობით. ახლა ეს გააჩნიათ ჩვენ რას გვეკითხებიან და რა გვინდა. მოდით გავიხსენოთ, რა სიჩქარით უნდა მოძრაობდესო, ესე იგი, ხო? ესე იგი, tx-ი აი ეს შეგვიძლია გამოსახოთ, აი დავწეროთ ესე იგი, რომ ჩავწეროთ რომ ტანგენს ალფა ეს არის აი ამ კათეტის შეფარდება აი ამ კათეტთან. ესე იგი ეს არის tx-ი შეფარდება აი ამასთან, ესე იგი ty-თან. ესე იგი ტანგენს ალფა tx-ი არის როგორც ჩვენ დავადგინეთ ნიუტონის მეორე კანონის თანახმად ma ცენტრისკენული, ხოლო ty-ი დავადგინეთ რომ უდრის mg-ს. mg-ზე. ეს m-ები გაიკვეცება და ჩავწეროთ რომ ტანგენს ალფა არის ესე იგი v კვადრატი შეფარდებული ბრუნვის რადიუსზე შეფარდებული g-ზე. მოდით ეს გადავწეროთ v კვადრატი g ბრუნვის რადიუსზე. აი ბრუნვის რადიუსი ნახეთ ეს არის. ეგ შეიძლება ვიპოვოთ აი ამ დიდი სამკუთხედიდან, როგორც მოპირდაპირე კათეტის, როგორც ჰიპოტენუზა გამრავლებული მოპირდაპირე კათეტის სინუსზე. ასე რომ r-ი არის l-ი გამრავლებული სინუს ალფაზე. ალფა არის 30 გრადუსი. მასშტაბემე რა მივიღეთ, ესე იგი დავწეროთ საბოლოოდ. აი მოდით ცალკე დავწერ, აღარ მეტევა ამ ფურცელზე, გადავწერ მე ესე იგი ამ პასუხებს, რაც აქამდე მქონდა, ესე იგი ტანგენს ალფა იყო v კვადრატი შეფარდებული gr-ზე და ახლა r-ი დავადგინეთ, რომ იყო l გამრავლებული სინუს ალფაზე. შევიტანოთ ეს აქა და გვექნება ტანგენს ალფა არის
v კვადრატი ჟ-ზე l-ზე სინუს ალფაზე. აქედან v კვადრატი უდრის ჟ-l სინუს ალფა გამრავლებული ტანგენს ალფაზე, ხოლო v იქნება კვადრატული ფესვი ჟ-l სინუს ალფა ტანგენს ალფაზე. ნუ ახლა სინუს 30 გრადუსზე 1/2 ტოლია. ტანგენს 30 გრადუსზე არის ფესვი 3-დან 3-ზე, აი ამის ტოლი არის. ასე რომ ყველა რიცხვები ვიცი და შეგვიძლია შევიტანოთ და გამოთვალოთ ეს სიჩქარე. ეხლა 293 ამოცანა. აქ სურათია მოცემული, ეს არის 51 სურათი და წავიკითხოთ პირობა. O' ღერძის გარშემო თანაბრად ბრუნავ BA ფიცარზე ბრუნავს ღერძიდან D-უდრის 5 სანტიმეტრი დაშორებული ვერტიკალურ სადგომზე დამაგრებული შვეული. რას უდრის ფიცრის ბრუნვის სიხშირე თუ L არის 8 სანტიმეტრი, ესე იგი და ძაფი გადახრილი არის ვერტიკალიდან 40 გრადუსიანი კუთხითო. ფიცრის ბრუნვის სიხშირე, ესე იგი n-ს გვეკითხებიან. ნახეთ რა მდგომარეობა გვაქვს, აი დავხატოთ ეს იგი ესა. აი ეს არის ის რაღაცა ფიცარი. ის ბრუნავს თავის შუა წერტილის გარშემო, მაგრამ აი ნახეთ აქ ფიცარზე დამაგრებულია რაღაცა ღერო, ამ ღეროზე მობმულია ძაფი და ძაფზე არის ტვირთი. აი შევხედოთ. ეხლა ეს რო შემოbrunდება და აქეთ რო დადგება რა ამ წერტილს რო გაევლის, გადმოვხატოთ აქ რა იქნება. აი აქ იქნება ესეთი მდგომარეობა, ეს ბურთი. ასე რომ ეს ბურთი ბრუნავს, ნახეთ. აი ესე წერტილზე, ესე იგი რომლის ცენტრი იქნება, ესე იგი აი აქ. აი ამ წერტილზე, რომლის ცენტრი არის აი ამ რაღაცა, ნუ ესე იგი რაღაცა წერტილში რა, ესე იგი თქვათ. ხო, ეხლა მოდით გავაკეთოთ ეხლა ეს ამოცანა. ეხლა რადიუსი, რომელზედაც ბრუნავს, ესე იგი ეს ბურთი უდრის ხო, ნახოთ. ხო, ეს არის D მოცემული, არის D-ს დამატებული აი ეს მონაკვეთი. ეს მონაკვეთი კი არის, ეს არის ძაფის სიგრძე არის L, ნუ ეს არის ალფა მოცემული, ესე იგი L სინუს ალფა. L სინუს ალფა. ეხლა რა ძალები მოქმედებენ ამ ბურთზე? მოქმედებს სიმძიმის ძალა mg, მოქმედებს თოკის დაჭიბლობის ძალა T. და მათი ტოლქმედი ზუსტად ესე იგი MA ცენტრისკენული სტოლი არის. ნუ დავწეროთ ესე იგი mg plus T უდრის MA-ს. დავაგეგმილოთ ეს x ღერძზე, აი x-ი აქეთ მიმართოთ და მერე y ღერძზე. x ღერძზე თუ ვაგეგმილებთ, ესე იგი გამოგვივა tx-ი უდრის MA ცენტრისკენულს. ანუ დავწეროთ tx-ი არის m ომეგა კვადრატ ბრუნვის რადიუსზე. ნუ ომეგა თავის მხრივ არის 2πn, ეგ ვიცით. ნუ თავის დროზე ამას შევიტანოთ. ხოლო y ღერძზე თუ დავაგეგმილებ ამ ვექტორულ ტოლობას, აი ამ ვარსკვლავიან ტოლობას, ხო? აი ეს ნიუტონის მეორე კანონს, ხო? მაშინ მექნება რომ ty უდრის mg-ს. ნუ დაიწერება ty-ს მინუს mg უდრის 0-ს და პირდაპირ ty უდრის mg-ს. ეხლა მეორე მხრივ დავწეროთ, ესე იგი აი ამ კუთხის ტანგენსი, ესე იგი რისი ტოლი არის? ძალთა სამკუთხედიდან. ტანგენს ალფა ეს არის tx-ი შეფარდებული ty-ზე. tx-ი იყო m a ცენტრისკენული, m ომეგა კვადრატ რადიუსი, ty არის mg. m-ები გაიკვეცება. ასე რომ გვექნება რომ ტანგენს ალფა
არის 2πn კვადრატში, რადიუსი იყო ds plus l sinus alpha, ეს გაყოფილი ჟ-ზე. ნუ ავიყვანოთ ეს კვადრატში და გვექნება ტანგენს ალფა უდრის 4π კვადრატ n კვადრატ d plus l sinus alpha შეფარდებული ჟ-სთან. აქედან n კვადრატი გამოგვივა ჟ ტანგენს ალფა გაყოფილი 4π კვადრატ d plus l sinus alpha. ნუ n იქნება კვადრატული ფესვი აქედან ჟ ტანგენს ალფა გაყოფილი 4π კვადრატი d plus l sinus alpha. ნუ ალფა არის 40 გრადუსი და აი აქ შეტანით, ესე იგი ეს ყველა სიდიდეები ვიცით, გამოთვლით უკვე ბრუნვის სიხშირეს. ახლა 294 ამოცანა. ორას 94 ამოცანა. იპოვეთ 42 სურათზე ნაჩვენებ მომენტში ძალის დაჭიმულობის ზალა, თუ ტვირთის მასა არის 100 გრამი. ესე იგი მასა არის 100 გრამი, სიჩქარე V არის 2 მეტრი წამში, კუთხე ალფა არის 60 გრადუსი. ძაფის სიგრძე არის 40 სანტიმეტრი. ნუ მოდი დავხატოთ, ესე იგი ახლა აქ რა სიტუაცია გვაქვს. ესე იგი ძაფი გადახრილი არის რაღაც ალფა კუთხით. ამ ბურთზე მოქმედებს სიმძიმის ზალა. თოკის დაჭიმულობის ზალა და ამ მომენტში აქვს სიჩქარე ამ სხეულს, ესე იგი ამ მომენტში აქვს სიჩქარე V. ხო, ნუ დავწეროთ ახლა რა ძალები მოქმედებენ ამ სხეულზე. ესე იგი T plus mg უდრის m-ას. მოდით ეს ვექტორული ტოლობა დავაგეგმილოთ აი ამ ღერძზე, აი ძაფის გასწვრივ მივმართოთ ღერძი. გვექნება T-ს, ეს თუ ალფა არის, აი ესეც ალფა არის. T-ს minus mg კოსინუს ალფა, იმიტომ რომ აი ეს მდგენელი არის, mg კოსინუს ალფა, იმიტომ რომ მიმდებარე კათეტი არის. უდრის mv კვადრატ შეფარდებული r-ზე. ასე რომ T დაჭიმულობის ზალა მოიცემა ფორმულით აქ mg კოსინუს ალფა პლუს mv კვადრატი შეფარდებული რადიუსზე. ნუ ბრუნვის რადიუსი ამ შემთხვევაში თოკის სიგრძის ტოლი არის. ამიტომ პასუხი იქნება ეგეთი, T არის mg კოსინუს ალფა პლუს mv კვადრატი l-თან. ნუ ყველა სიდიდე ვიცით აქა და ამ დაჭიმულობის ზალას ვიპოვით. ეს თავი არა, უბრალოდ ერთი ნაწილი მორჩით აქ. მადლობა ყურადღებისთვის.